პერსონაჟი, ანუ ვიზეც მე მინდა დღეს საუბარი, ეს არის აი ქართველ მოდილიანად წოდებული მხატვარი სიმონიკა დადიანი. აი უბრალოდ ფოტოსაც რო ხედავთ, როგორი საოცარი ადამიანია თავისი გარეგნობიდან გამომდინარე. და სტილიც თქვა ძალიან გამორჩეულია. გამორჩეული ადამიანი. ამ ადამიანის დაბრუნება მოხდა 2017 წელს, ოღონდ ცხადია არაპირდაპირი დაბრუნება, დაბრუნდა მისი შემოქმედება. ჩვენს ქვეყანაში, რაზეც აი ქვევით ვისაუბრებ. მასეც თქვა 2017 წლამდე დიდად არაფერი არანამდვილად. თვითონ სიმონიკა დადიანი იყო 5 წლის, როცა მისი მშობლები წავიდნენ ემიგრაციაში. არ დაედგომებოდათ საქართველოში. არ დაედგომებოდათ საქართველოში, იმიტომ რომ მამამისი ეს იყო კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის ხელმძღვანელი იყო. აი ნახეთ როგორი დახვეწილი გარეგნობის ადამიანი იყო კოკი დადიანი. დედა იყო მერი წერეთელი, რომელიც იყო იმერეთის სამეფო კარის შთამომავალი. და როდესაც მოხდა ეს ბოლშევიკური მთავრობის შეცვლა საქართველოში, მათ ნამდვილად არ დაედგომებოდათ და მთლიანი ოჯახი წავიდა ემიგრაციაში და არის ჩანაწერები მაგალითად რამდენად რთულად დატოვეს მათ ქვეყანა, აი დიდი როლი ითამაშა ამ მხრივ, დიდი დახმარება გაუწია პაოლო იაშვილმა. ეს არის დედა მერი წერეთელი, ძალიან საინტერესო ქალი. სხვათა შორის ის ასევე იყო რაღაცა დიდგვაროვანი, ხო? კი, სამეფო კარი, იმერეთის სამეფო კარის შთამომავალი იყო. რაც შეეხება სიმონიკა დადიანს, აი მაგალითად ჩვენ ვიცით ამ ოჯახის კიდევ ერთი, აი გავიცნოთ ეს ქალი, წარმომადგენელი ბაბო დადიანი. ეს არის ქართული ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენელი, რომელიც ემიგრაციაში არ წასულა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ის იყო გათხოვილი, გავიხსენო გვარი ალექსანდრე მასხარაშვილზე, ეს იყო მარგანეცის მრეწველი, ლონდონში ნასწავლი, ძალიან საინტერესო ადამიანი, მასზე იყო გათხოვილი, ამიტომ ბაბო დადიანი საქართველოში დარჩა. დანარჩენი ოჯახი სრულად წავიდა ემიგრაციაში და ჩვენ გვაქვს ბავშვების ერთი ფოტო, საოჯახო ფოტო, რომელშიც არ ჩანს, აი ნახეთ, ეს არის, აი ყველაზე პატარა ეს არის სიმონიკა დადიანი, ბაბო დადიანი და გიორგი დადიანი. არ ჩანს მიხეილ დადიანი, მათი უფროსი ძმა, რომელიც იყო იუნკერი და მან აი გემიდან დატოვა ოჯახი და შეუერთდა ვარშავაში ჩავიდა და გერმანულ ჯარს, აი ქართულ ლეგიონთან ერთად იბრძოდა, ანუ ყველას თავისებურად იბრძოდა თავისი ქვეყნისთვის. რაც შეეხება სიმონიკა დადიანს 1940-იანი წლებისთვის ის მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის პარიზშიც სწავლობდა და იქიდან აქვს მას ეს განათლება სამხატვასთან დაკავშირებით და როდესაც პარიზში ის ვირჯინიის შტატის ხელოვნების სკოლაში იწყებს სწავლას და აქედან იწყება აი მისი ინდივიდუალური, აი საოცარი სტილი, რომელსაც ძალიან ხშირად აი სპეციალისტები ამსგავსებენ მოდილიანი სტილს. აი მაქვს წამოღებული რამდენიმე ფოტო მისი ნახატების და საწყენი არის ის ფაქტი, რომ მაგალითად აფიშებზე, ანუ ის მართავდა ახალ ორლეანში, კალიფორნიაში გამოფენებს, ეწერა მასე როგორც ის იყო ამერიკელი მხატვარი, ესე იყო, ანუ მის ქართველობას, ანუ ამერიკაში ნაკლებად იყო ინფორმაცია ცნობილი და არის მისი ჩანაწერები, წერილები უამრავი. არაჩვეულებრივი როცა კულტურაში იყო. მე ერთ წერილს გადავაწყდი. მე არ ვიცი ეს გაქვთ რა, სწორედ ბაბო დადიანს. თითქმის ყველა წერილი მაქვს. არა, ეხლა თუ აპირებდით ხო არ გუსწრებ მოვლენას, უბრალოდ არა, თავის ნამუშევრებზე უნდა რომ მე ძალიან ბევრი ნამუშევარი მომიგრო და დასადგომელ ადგილს ვერ ვნახულობ. შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები, მე კი თუ მეღირს ამაში ლეკურს დაუვლიო და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება, სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ, მეთქი და ასე დარჩაო. სამეგრელოში ცხოვრობდნენ ნოსირში და თავისი დისადმი მიწერილ წერილებში ყველაზე დიდი ნოსტალგია არის სწორედ ამ ნოსირისადმი, სადაც მისი მშობლები და მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობდა. 5 წლისამ დატოვა. არასდროს გაუწყვეტია კავშირი ქვეყანასთან, ანუ მისი წერილები ყველა არის ქართულ ენაზე და ბოლოს აი ბაბო დადიანს წერდა, რომ მეგრული სწავლა დავიწყეო, იქნებ ამ თავშიო რამე შემივიდეს, აი ესეთი ადამიანი. და სულ ითხოვდა, თქვათ, ჩანაწერებს საქართველოს. კი ბატონო, და მისი აი მთავარი დანაბარები, რაც არის, ეს იყო მისი ოცნება, ნახატები, მისი შემოქმედება უნდა წასულიყო საქართველოში. სხვათა შორის გარდაიცვალა 1975 წელს, ის არის სან-ფრანცისკოში დაკრძალული სამხედრო სასაფლაოზე, როგორც ამერიკელი ჯარისკაცი, იმიტომ რომ არაერთ ომში აქვს იქ მონაწილეობა მიღებული.
და მისი ნახატები, ანუ მისმა ოჯახმა სხვათა შორის ძალიან დიდი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მას ოჯახი არ შეუქმნია და მას არ ყოლია შთამომავალი, მისი დის და ძმის შთამომავლები აღმოჩნდნენ ძალიან კარგი ადამიანები, რომლებმაც მისი ანდერძი მოიყვანეს სისრულეში. აი გადაღებულია ფილმი, აი YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი, ეს არის ბრწყინვალე ფილმი, დოკუმენტური სიმონიკა დადიანის დაბრუნება, სადაც არის აღწერილი აი მისმა შემოქმედებამ რა გზა გაიარა და როგორ ჩამოვიდა აქამდე. ეს არის ერთ-ერთი აი ნამდვილად გულისამაჩუყებელი ისტორია ამ ადამიანის შესახებ და დღეს მისი ნახატები არის ხელოვნების სასახლის მუზეუმში და როცა მე მაქვს ხოლმე საფეხმავლო ტური, რომელშიც ეს მუზეუმი შედის, აი ყველაზე დიდხანს მე ჩვენს თანამოქალაქეებს უყვები სიმონიკა დადიანის ისტორიას, რომელიც არის ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან სევდიანი. იყო ესეთი შემთხვევაც მაგალითად, როდესაც ევროპაში ის ჩადიოდა დედის სანახავად, ანუ მისი ოჯახის შემდეგ უკვე მამა მალევე გარდაიცვალა, მაგრამ დედამ კარგა ხანს იცოცხლა, ჩადიოდა დედის სანახავად, დაახლოებით ეს იყო 1960 წელი, როდესაც მაშინ პარიზში იყო ჩასული რეზო თაბუკაშვილი, მაგრამ მისი დის, აი მიას გადაწყვეტილება იყო ესეთი, რომ მათ არ უნდათ რამე კავშირი ქონოდათ, აი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულ ადამიანებთან, რაც არ უნდა ცნობილები და აღიარებულები ყოფილიყვნენ ისინი. ამიტომ მათ უარი განაცხადეს რეზო თაბუკაშვილის მიღებაზე. აი იმ დროს მაგალითად იყო შანსი, რომ თაბუკაშვილს გადაეღო სიმონიკა დადიანი და რაღაცა ისეთი ვიზუალური მასალა ქონოდა ამ ადამიანზე. მაგრამ აი როგორც თქვი დასაწყისში, მისი შემოქმედება აქ არის და ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ჩვენს მეგობრებს და ყველას მოუყვეთ ამის შესახებ და ვაჩვენოთ, აი ნახეთ როგორი შედევრია, აი ულამაზესი ნახატები აქვს და მართლა არ ვიცი, ელზა როგორ ხდება ის, რომ ესეთი ადამიანების შესახებ ასე ცოტა ვიცი და არ ვიცი რის სიბრალია ეს იმის რომ სკოლაში არ ვისწავლეთ, იმიტომ რომ პირადად არ ვეძებეთ, არ ვიცი სად უნდა ვეძებოთ. ყველაფერი ერთად, მაგრამ შობს გვიან ვიდრე არასდროს, ნამდვილად აი უნდა დავუბრუნოთ ქვეყანას ასეთი ადამიანების ჩვენს მაყურებელს გასაგონოთ ეხლა თელ ამ ბლოგში ელზა ძალიან საინტერესოდ ისაუბრებს ამ ადამიანებზე, მაგრამ ალბათ ეს უნდა იყოს საწყისი იმის, რომ ამ ადამიანებზე კიდევ უფრო მეტი ვიკითხოთ ალბათ და ვეძებოთ მაქსიმალურად. ვინ არის შემდეგი ადამიანი უკვე გამოჩნდა, ეს არის სუნამოების პრინცად წოდებული, ძალიან დახვეწილი და ელეგანტური ადამიანი, გიორგი მაჩაბელი. გიორგი მაჩაბელი ხა გაგახსენებთ ვინ გიორგია, ეს არის შექსპირის მთარგმნელი, მაჩაბელის ძმისშვილი, ანუ ბექგრაუნდი და მემკვიდრეობაც მოყვება ამ ადამიანს და რა თქმა უნდა, ესეც ამერიკაში, ანუ ემიგრაციაში წასული ადამიანი. ნოვატორი იყო თავისთავად, იმიტომ რომ იმ პერიოდში საპარფიუმერო მეწარმეობა ამერიკაში არ იყო განვითარებული. საფრანგეთიდან ჩამოქონდათ რაღაცა სუნამოების ასლები კეთდებოდა ძალიან დაბალი ხარისხით და შექმნა ადამიანმა ინდუსტრია და რაც არა მარტო სუნამოზე აქვს საუბარი, უბრალოდ შეხედეთ დიზაინს, ეს არის მაჩაბლების საგვარეულო გერბის გვირგვინი არის აღებული დიზაინად, ზევით ქონდა ქართული ჯვარი, აი გამოჩნდება სხვაგანაც, აი როგორი დიზაინია და თავიდან კეთდებოდა გერმანულ კერამიკაში, მაგრამ მერე მან მისცა შეკვეთა ასევე წარმატებულ ქართულ მეწარმეს ჯორჯ კობის სახელით წოდებულ გრიგოლ კობახიძეს, რომელმაც ძალიან მაღალი ხარისხის მინის ფლაკონში მოახდინა ამის ჩამოსხმა და აი სამსოფლიო ბრენდად, აი წარმოუდგენელი ეს რომელიმე კონკრეტული სამოს ბრენდის ის ხო თუ უბრალოდ არ ვიცით რომ სენტ უბრალოდ პრინც მაჩაბელი იყო იმაზე? პრინც მაჩაბელი ესე ერქვა. პრინც მაჩაბელი, კი ბატონო. და თვითონ მის პოლიტიკური კობახიძეზეც მინდა. კი, კობახიძემდე ორიოდე სიტყვით მინდა მაჩაბელზე ვთქვა, რომ ისიც იყო პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, მაგალითად მანამდე არაერთხელ დაპატიმრებული წინააღმდეგობის გამო და დამოუკიდებელი მთავრობის დროს ის წარმოადგენდა საქართველოს წარმომადგენელს, ანუ საელჩოს წარმომადგენელი იყო იტალიაში. და ამერიკაში, როდესაც ჩავიდა 1922 წლიდან, როცა უკვე მიხვდა, რომ მას აქ არ დაედგომებოდა, შექმნა ქართული სათვისტომო
და იმ ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ცნობილია ის ფაქტებიც, რომ ის იყო გვერდში მდგომი გაჭირვებული ქართველების, ყველას ეხმარებოდა მატერიალურად და სამწუხარო მის ცხოვრებაში არის ის, რომ ისევე როგორც სიმონიკა დადიანს მაჩაბელსაც არ ყავდა შთამომავალი. მიუხედავად იმისა, რომ მას ყავდა იტალიელი მსახიობი ცოლად. ცნობილი, ხო? საკმაოდ ცნობილი, 33 წელს გაეყარნენ ისინი ერთმანეთს, მაგრამ ზენიტში, თავისი წარმოების ზენიტში 1935 წელს, როცა ის აპირებდა შანხაიში და კალიფორნიაში საკუთარი ფილიალის გახსნას ამ სუნამოების, ის გაცივდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში. მას არ ყავდა შთამომავალი და მისმა მეუღლემ მაშინათვე გაყიდა მისი კომპანია $250,000 და სხვადასხვა იმ ფლობელებმა, ვინც იყიდა ეს კომპანია, სახე შეუნარჩუნეს. ანუ დღესაც კონექტიკუტის შტატში წარმატებით მუშაობს ეს კომპანია და საბოლოო ჯამში მაჩაბელის ეს პრინც მაჩაბელის სუნამო არის მსოფლიო კლასიკა. 19-20 საუკუნეების გარდამავალი პერიოდია. ხო, ეს და იქ დამზადებული 1926 წელი, 1920-იანი წლებია, 1925-ში უკვე გარდაიცვალა. 30 წლისთვის, 1930 წლისთვის მას უკვე მილიონიანი ბიზნესი საწარმო ჰქონდა აწყობილი, ანუ იმდენად ჭკვიანი კაცი იყო. სხვათა შორის სუნამოების დასახელებას რაც შეეხება, მას ჰქონდა ესეთი სუნამო სახელად კახეთი. ანუ ერთ-ერთი ესეთი სუნამო იყო. საქართველოს დედოფალი ერქვა მის ესეთ სუნამოს. ანუ აქედან შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად შეიძლება ამ ქვეყნიდან შორს იყვნენ, მაგრამ ფესვებთან წყვეტა არ ქონია. სულ იყო რაღაცნაირი კავშირი. მართალია, თქვენ ხედავთ სარეკლამო ბანერებს, ეს არის მაჩაბელის სუნამოს ბანერები. რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელებაშიც მათ არ ყავდათ ბადალი, ნახეთ. და სხვადასხვა ტიპის გარდასუნამოებისა კიდე იყო კოსმეტიკური ხაზი, რომელიც იყო ბრენდი, ასაკვირველია. მე ვახსენე ჯორჯ კობი, გრიგოლ კობახიძე, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქართველი მილიონერი, რომელმაც ასევე რაჭიდან, ესეთ გაჭირვებაში და უბედურებაში წასულმა ადამიანმა ამერიკაში გახსნა მინის საწარმო, რომელიც მაშინ არ არსებობდა. და როგორც გითხარით, ერთ-ერთი მისი პირველი დამკვეთი, რომელმაც პოპულარობა მოუტანა მას, ეს იყო სწორედ გრიგოლ მაჩაბელი, ეს გიორგი მაჩაბელი, მისი სუნამოები და დიზაინით. კავშირში იყვნენ მაინც ერთმანეთთან და ძალიან აერთიანებდათ ასევე ქართველი ხალხის დახმარება. ერთიანდებოდნენ ხშირად ქართველების დასახმარებლად. და მეორე მისი დამკვეთი, რომელზეც დღეს ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ სხვა დროს აუცილებლად ეს იყო ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილის კომპანიამ შეუკვეთა, ეს იყო ფრინავებისთვის განსაკუთრებული სიმყარის კაბინა, მინის კაბინა უნდა გაკეთებულიყო, რომელიც ჯორჯ კობის კომპანიამ გააკეთა. ანუ ქართველები ამ შემთხვევაში იყვნენ ავანგარდში ამ ყველაფრის. ქართველიშვილზე კიდე ერთი ქართველიშვილზე აუცილებლად იმდენი გვაქვს ჩვენ ყავს ადამიანები, აუცილებლად ეს ციკლი უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ჯორჯ კობიმ საინჟინრო ინდუსტრიაში შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი, იმიტომ რომ მან შექმნა ისეთი ტექნიკური დეტალებია, რაც შეიძლება ვერ გამოთქვა სწორად, მან საფუძველი ჩაუყარა ცათამბჯენების, ანუ მისმა გამოგონებამ ცათამბჯენების მშენებლობას. ესეთი ამბავი იყო. მთელი ამერიკა ცათამბჯენებით რო იწონებს თავს საძირკველში ქართული გვარი. საძირკველში არის ქართული გვარი. თან 1925 წელს დაბრუნდა საქართველოში, მოგეხსენებათ იმ პერიოდში რა რეჟიმი იყო და იმ სოფელში, სადაც ის დაიბადა, სკოლა ააშენა, აფთიაქი გახსნა, ხიდები ააშენა, ვინც მას დაეხმარა, იმათ ყველა სახლები აუშენა, ეკლესია შეაკეთა და საპასუხოდ რა მიიღო? საპასუხოდ რა თქმა უნდა, მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს ბოლშევიკებმა, ძლივის გაასრო, რასაც ქვია ქვეყნიდან და შემდეგ ის სამწუხაროდ არ დაბრუნებულა. ჯორჯ კობისაც, ანუ ამ ადამიანებს რაღაცა საერთო ამბავი აერთიანებს ის, რომ მასაც არ ყოლია შთამომავალი. ამიტომ მან თავის სიცოცხლეშივე ორ ძმას, ესენი იყვნენ იტალიელი ძმები, მას გადააბარა თავისი კომპანია და დღემდე ეს კომპანია არის აქტიური და მუშა მდგომარეობაში. ესეთი სევდიანი ისტორია, ძალიან სევდიანი, ძალიან მუდასაც. ეხლა დრო არ გაგვექცეს კოკო შანელის ქართველი ტოპ მოდელები, როგორც ვიცით, სილამაზე, მანამდე სულ დიზაინზე და ელეგანტურობაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ეხლა უკვე ქალების თემა რო შემოვიტანოთ.
როდესაც აი 1921 წლიდან აი ძირითადად ქართველები წავიდნენ ემიგრაციაში, აი დიდმა ნაწილმა სწორედ შეაფარა საფრანგეთს თავი და ჩვენი აი ძალიან დახვეწილი და ელეგანტური ქალების რაღაც ნაწილმა გადაწყვიტა მოდელობა. და რამდენიმე მათგანი მოდელის, ისა კოკო შანელის სამოდელო სახლის მოდელი გახდა და ერთ-ერთი პირველი მერი შერვაშიძე, რომელსაც ჩვენ ხშირად ვეძახით, ეს არ არის მერი შერვაშიძე, ქართული სილამაზის ელჩს ვეძახით ამ ქალს. აი, ეს არის მერი შერვაშიძე, ნამდვილად სიმბოლო. სხვათა შორის კითხვა მერი ვახსენეს და ხრო არ დაგისვა გამორიცხული. ჯვარსი წერდა თუ არა? ხო, ეს აქტუალური კითხვა. იცნობდა თუ არა გალაქტიონი. აი ხა ვიტყვი როგორ დატოვა მან ქვეყანა და მე აუცილებლად გავცადეთ ამ კითხვას პასუხი. მერი შერვაშიძე, როდესაც 1921 წელს უკვე მიდიოდა ქვეყნიდან, აი გზად კონსტანტინოპოლში, დღევანდელ სტამბულში ელოდებოდა თავის ქმარს, რომელიც იყო გიგუშა ერისთავი. სამხედრო პირი, ქსნის ერისთავების საგვარეულოდან იყო, რომელიც აი დამოუკიდებელი მთავრობის დროს ხელმძღვანელობდა ქართული არმიის ცხენოსანთა ლეგიონს, რა თქმა უნდა, მას არ დაედგომებოდა ქვეყანაში და როდესაც აი თავის ქმარს ელოდებოდა, კონსტანტინოპოლში იყო სილამაზის კონკურსი და აი ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. და ამ პერიოდში 1921 წელს მერი შერვაშიძე იყო 33 წლის. ის 30 წლის ასაკში გათხოვდა და აი ამ ასაკში მან დაიპყრო პარიზი, რასაც ქვია, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი და მას ევალებოდა როგორ ახდენდა პოპულარიზაციას. მაგალითად, მას ევალებოდა რომ შანელის ტანსაცვლით გამოჩენილიყო საზოგადოებაში, წვეულებებზე ყოველდღე სხვადასხვა სამოსი ეცვა და ამით ახდენდა ის პოპულარიზაციას და ძალიან ცნობილია აი დღემდე ტრენდად ქცეული მძივი მარგალიტის ცნობილია რომ პირველი ვინც პოდიუმზე გაიტანა ეს იყო სწორედ მერი შერვაშიძე. ხოდოს ახლაც შანელის ბანერებზე ჩვენი ყოველთვის საყვარელი მატილდა გვარლიანი არის. აი რაღაცა გაგრძელდა ამბავი. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას გალაქტიონთან დაკავშირებით, ჩემი სუბიექტური აზრია რომ არ იცნობდნენ ისინი ერთმანეთს, არსებობს მაგალითად ერთ-ერთი ვერსია 1935 წელს, როდესაც გალაქტიონი მოხვდა პარიზში, ამბობენ რომ მან დაინახა ლუვრის წინ დამჯდარი მერი შერვაშიძე, რაღაც ფოლკლორს უფრო გავს და ნუ ამან შთააგონა რომ დაეწერა მთელი ეს ციკლი თავის შემოქმედებაში. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ 1935 წლისთვის მერი შერვაშიძე დაახლოებით 50 წლამდე იქნებოდა, შეგვიძლია ვთქვათ რომ, ნუ არ ვიცით, მოკლედ, ვისაც როგორ გვინდა, ისე დავიჯეროთ ეს ამბავი. თვითონ გალაქტიონი ბრაზდებოდა, როდესაც მას ხშირად ეკითხებოდნენ ამის შესახებ პოეტების მუზებს, რას გავუგებთ ჩვენ უბრალო მოკვდავი ადამიანები, ხო ასეა. სხვათა შორის მერი შერვაშიძე მეუღლე გიგუშა ერისთავი მალე გარდაიცვალა და ის მერე არ გათხოვილა საკმაოდ ასაკში გარდაიცვალა 97 წლის ასაკში და მასაც არ ყოლია შთამომავალი, ისევე როგორც კოკო შანელს. რაღაცა არ ვიცი რა ვიზეც მოუყევი ყველა ეს ხალხი. აი მაგალითად თვითონ მერი შერვაშიძეს ყოველთვის ნაკლები კონტაქტი ჰქონდა ემიგრაციასთან. ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი და მე სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე. თუმცა რამდენიმე მოდელი ან მისი რეკომენდაციით მივიდა სამოდელო სახლში. ერთი ესეთი იყო მაგალითად ვთქვათ, რადგან სურათი გამოტანილია, ეს არის ანა ჭავჭავაძე, რომელიც არის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთა შვილი. მას ახლა აცვია შანელის კაბა, რომლითაც ის დადიოდა სხვადასხვა წვეულებებზე და ასევე იყო შანელის სახლის მოდელი და მერი შერვაშიძის რეკომენდაციით ასევე შანელთან მუშაობდა მელიტა ჩოლოყაშვილი, ანუ ჩვენებურად მელანო ჩოლოყაშვილი, რომელიც იყო აი ნახეთ განსაკუთრებული სიყვარული იყო კოკო შანელის, განსაკუთრებით მოსწონდა ეს ქალი და სხვათა შორის რაღაცა შანელის ძალიან. და მელიტა და მერი შერვაშიძე მეგობრობდნენ, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ის უცდილობდნენ რომ ქართულად ესაუბრათ. და ერთი ასეთ ჩანაწერს ავაწყდი, როდესაც მელიტა ჩოლოყაშვილმა საქართველოში გამოაგზავნა რაღაც ნაშრომი და ითხოვა მისი დაბეჭდვა გაზეთში. ნაშრომი დაბეჭდეს, მაგრამ ის არ იყო ავტორად მოხსენიებული.
დაკავებული. და როდესაც მან იკითხა ამბავი, მიზეზად უთხრეს, რომ საბჭოთა კავშირში არასდროს არ დაბეჭდავდნენ ემიგრაციაში მყოფ ადამიანს, არასდროს არ მოიხსენიებდნენ ავტორად და ამიტომაც მისი ნაშრომი კი გამოვიდა, მაგრამ უავტორო. აი, რო გითხულობთ ხოლმე რას ერჩევთ საბჭოთა კავშირში, აი ამას ვერჩევთ საბჭოთა კავშირში. მელიტას ქალიშვილიც, რომელიც იყო, წარმოუდგენლად ელეგანტური ქალი, ზელენსკაია გვარად, ესეც იყო მოდელი და კიდევ ერთი რეკომენდაცია, ვისაც ეს არის ზელენსკაია, საოცარი ქალია, აი ნამდვილი ტოპ მოდელი, რომელიც ასევე იყო შანელის სახლის მოდელი და კიდევ ერთი ეს არის რიმა ერისთავი, რომელიც მიყვანილი იყო მერი შერვაშიძის მიერ, ეს მისი ქმრის ნათესავი იყო, აი ნახეთ რა მაგარი ქალია და იყო ძალიან მოთხოვნადი. ყველა სამოდელო სახლი მას ჩუქნიდა ტანსაცმელს, ოღონდ რიმა ერისთავს ის ეტარებინა, ესეთი ქალი იყო. მინდა ბოლოს ერთი კოლაჟი გაჩვენოთ, ჩემმა მეგობარმა მომაწოდა ლაშა გასვიანმა, მე არ დამავიწყდეს კოლაჟამდე შანელის ლოგო. აი, მე ფიქრობ, თუ ეს არ უნდა. შანელის ლოგო, რომლის შექმნაც მიეწერება ქართველ ავტორს, შანელის მეგობარს ვანო ქუთათელაძეს, რომელიც იყო პროფესიით მათემატიკოსი და აპოლონ ქუთათელაძის ძმა, ანუ დღევანდელი სამხატვრო აკადემია არის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის მის ძმაზეა საუბარი და როგორც ამბობენ, რომ შანელს ჯეროდა ამ სიმბოლოების და ეს არის ნალის ერთმანეთში გადაცნული ნალი, მე ერთ-ერთ ვერსიას ვამბობ, რომელიც იქცა კლასიკად, ანუ მსოფლიო ბრენდად, რომელიც ყველასთვის საოცნებოა. აი, ასეთი საოცრებები იქნებოდა მაშინ, როდესაც თქვა დასავლეთთან უკვე ჩნდებოდა ეს კავშირები ურთიერთობებთან. არადა რამდენს დარწმუნებული ვარ, აი ყველამზადი ყორეს ყველაფერი უბრალოდ საქართველოში. რა თქმა უნდა, უბრალოდ მათ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა. მიჭერდით. ნახოთ სილამაზე ბოლოს. ეს არის მერის შერვაშიც. სხვა შორის არ ვიცი რა ტექნიკები მიკერძებული რომ ახახთოვანებაში ვარ მოსული რა ქვია ამ ამბებით, მაგრამ ძალიან უხდება ეს ქართული გარეგნობა აი ამ ინდუსტრიას. არ ვიცი რა დღესაც მაგაზე მეტყველებს ამ ხელოვნურ მოთხოვნა. მოთხოვნა გრძელდება. ჩვენი ქართველი ქალები ნამდვილად ძალიან წარმატებული არიან სილამაზის და მოდის ინდუსტრიაში უკვე თელსოფლიოში. იო თაკონაცვლიშვილიც რომ გავიხსენოთ. თან მე ინგლისურ და ინგლისურ წარწერას ვკითხულობ სახელებს და გვარებსაც და როგორ ამაზად ჰელენ დადიანი კი ერისთავი ეწერა დღენ ერისთოფ. რაღაც სხვა სიღრმე აქვს თითქოს თვალებში ამ ქალებს. საოცარი გარეგნობის და მანერების, სადედოფლო ქალები. და ესეც შანელის ლოგო, რომელიც პირველად გამოჩნდა შანელ ნომერ 5-ზე. თან ხო გამოჩენაც და გამოჩენაც. შექმნილი სუნამო 80 კომპონენტიანი გამორჩეული სუნამო დღემდე რო აქტუალურია და ეს ლოგო გაჩნდა 1925 წელს და როგორი სასიამოვნოა რომ ქართველთან არის დაკავშირებული. და რამდენი. მოკლედ ეს არის ძალიან მცირე სხვაში წვეთია მაგრამ ეს ციკლი უნდა გავაგრძელოთ და გავიცნოთ ჩვენ. ერთ რამეს გეტყვი ახლა ძირფასო ელზა, სანამ ჩვენ აქ საუბრობდით, მე მოვვნახე პრინც მაჩაბელის ფლაკონი ონლაინ, რომელსაც ერთი ადამიანი ყიდის უცხოეთში. და მე ამას აუცილებლად ვიყიდი. და აუცილებლად ჩამოვიდა და მექნება სახლში, იმიტომ რომ ამას არასოდეს არ მოვიძიებდი ალბათ რომ არა. ეხლა შენ მეგობრებო გაყიდულია უკვე აღარ ეცე. ძალიან გთხოვთ, ნუ წამართმევ და ძალიან სასიამოვნოა ის იმპაქტის გაანალიზება და გააზრება, რომ სოფლიოში რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა და ამის უკან იყვნენ ქართველები, მაგრამ რამდენადაც სასიხარულოდ სევდიანია, რომ ეს ადამიანები არათუ მხოლოდ ჩვენს სამშობლოში ვერ რეალიზდნენ ისე როგორც მათ თან ცდილობები ჰქონდათ, როგორც შენ თქვი. არამედ დღეს აი ამ ფაქტობრივად საუკუნის შემდეგ ჩვენ მათზე აი შენაირი ადამიანების დამსახურებით თუ გავიგებთ სამწუხაროდ და ჩვენით ეს არის. ეს აუცილებლად გამოსასწორებელი ამბავია. დაწყებული იმით, რომ სიმონიკას ნახატად უნდა ინახოს პირველ რიგში ალბათ. კი, მნიშვნელოვანია, რომ აი მსგავსი მასშტაბის ადამიანები ხო ისე შეუძლიათ რომ სოფლიოში თავის